მოგესალმებით მეგობრებო, მოგილოცავთ 2025 წლის შემობრძანებას. ეს წელი ყოფილიყო სხვავის ბარაქის, წარმატების, სიყვარულის მომტანი თვითვეული თქვენგანისთვის და მე გავაკეთებ თემატურ გაშლას რა დაგებედებათ ორში ბედობას 2025 წელს. რა დაგებედებათ? ნახოთ საჯარო გაშლა. მეგობრებო, თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი ურთიერთობის განვითარებას ელით, მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება რომელიმე თქვენგანს თქვენმა რჩეულმა ადამიანმა გთხოვოთ ხელი და თქვენი ურთიერთობა დაგვირგვინდეს. თუ რომელიმე თქვენგანი ჩაიფიქრებს ფინანსურ კეთილდღეობას და თქვენ ეს თუ ჩაიფიქრეთ და თქვენ გსურთ ფინანსური ნაკადის გაზრდა, მინდა გითხრათ, რომ ვინმე მამაკაცის დახმარებით, შეიძლება ეს თქვენი რჩეული მამაკაცია, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ფინანსურ წარმატებას. თქვენ გახდებით თვითკმარი ქალბატონი, რომლის რესურსი თანდათან იზრდება. თუ რომელიმე თქვენგანს ჩაფიქრებული აქვს საზღვარგარეთ გამგზავრება ან თავის რჩეულთან ჩასვლა, შეიძლება მანძილზე იმყოფებით თქვენს პარტნიორთან, ან ის იმყოფება თქვენგან მოშორებით ფარგლებს გარეთ, თქვენი შეხვედრა შედგეს. რა დაგებედებათ 2025 წლის 2 იანვარს? რა დაგებედებათ? როგორც გითხარით და ზემოთ ავღნიშნე, თუ თქვენ გენატრებათ თქვენი ადამიანი, ძალიან მოულოდნელად ეს ადამიანი ნამდვილად ოფიციალურად გთხოვთ ხელს და თქვენი ოჯახი, როგორც ოფიციალური ოჯახი შედგება. გილოცავთ. კიდევ რა დაგებედებათ? ახლა ამ წუთას თქვენ არიცით ეს ყველაფერი თუ მოხდება, გონიათ რომ ამისი პოტენციალი ახლა არ არსებობს, მაგრამ კარტმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა. შეხედეთ მეგობრებო, იმპერატრიცა, იმპერატორი, ერთად ამოხვედით. აუცილებლად ძალიან ბევრი თქვენგანის ოფიციალური გაერთიანება მოხდება. მე თქვენ გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს რჩეულთან ერთად. დაგემშვიდობებით, ბალანსისთვის გთხოვთ მოიწონოთ და რამდენად რეზონირდა გაშლა, კომენტარებში ველით თქვენს უკუკავშირს. გემშვიდობებით, სიკეთე და ბედნიერება დაგბედებოდეთ და სურვილების ახდენა. მე კი გელოდებით შემდეგ გაშლაზე იგივე არხზე.